ირაკლი ოქრუაშვილს შესაძლოა ერთ-ერთი ბრალდება მოეხსნას. თავდაცვის ყოფილი მინისტრის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც 10 იანვარს გახდება ცნობილი. მოსამართლემ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის შეცვლილი ჩვენება უნდა გაითვალისწინოს. 5 წლის შემდეგ პირველად დიმიტრი ქიტოშვილმა დუმილი დაარღვია და დღეს სასამართლოს ხტომაზე საჯაროდ თქვა, რომ 2007 წელს ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. საქმე ეხება კომპანია ჯეოსელის წილს, რომელიც ბრალდების მხარის მტკიცებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქიტოშვილის დახმარებით ბიზნესმენს იძულებით დაათმობინა. სურაბადეიშვილი დათა ახალაია დავით ჭაკუა და დავით ქარსელაძე. ყოფილი მაღალჩინოსნების გვარები დიმიტრი ქიტოშვილმა საჯარო აღიარების შემდეგ დღეს სააპელაციო სასამართლოში დაასახელა. კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პროცესზე დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სწორედ ისინი აიძულებდნენ. ეხლა მივეცი რეალური ჩვენება იმის შესახებ, რომ რა იყო რეალური გარემოებები, ანუ მას შემდეგ რაც შეიცვალა ხელისუფლება და ის პირები, რომლებიც მას მოახდინეს ჩემი დაკავება, რომლებიც შემდეგ ახდენდეს ზეწოლას ჩემზე და ჩემს ოჯახზე და ასე შემდეგ აღარ არიან თანამდებობის პირები, მე ამასთან დაკავშირებით მაშინვე მივმართე პროკურატურას. სახელი და გვარი ჩვენება. სახელი და გვარი იმ ადამიანებს, ვინც ზეწოლას ახდენს. თანამდებობის პირები, სახელები და გვარები არ იქნება. ამასთან დაკავშირებით მე პროკურატურას მივმართე და განვაცხადე უკვე სხვადასხვა ტელევიზიების ეთერში, ეს იყო იმდროინდელი გენერალური პროკურორი და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს და საჯარო სხდომების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები. ქიტოშვილისგან განსხვავებით ჩვენება არ შეუცვლია საქმეში დაზარალებულად ცნობილ ჯემალ სვანაძეს, რომელმაც ბრალდების მხარის ინფორმაციით კომპანია ჯეოსელის წილის 2.5% ოქრუაშვილის მოთხოვნითა და ქიტოშვილის შუამდგომლობით ბიზნესმენ გურამ გოგუაზე გადააფორმა. იგივე რაც იყო წინა პროცესზე და ამის დადასტურება გვიწევდა მეტიარებ. თქვენ ადასტურებთ იმ ფაქტს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის იყო ჩარეული ამ საქმეში და მისი ბრალეულობა იკვეთება. თქვენ რა ჩვენება მიეცეთ? ეგ მე ინფორმაცია მქონდა ქიტოშვილისგან, ქიტოშვილის ადასტურებდა ამას და მე სხვა საფუძვლები ამის შეცვლის დაანაც არ მქონდა. დღევანდელ პროცესზე ბრალდების კიდევ 2 მოწმე უნდა დაკითხულიყო, თუმცა პროკურორმა მათი დაკითხვა აღარ მოითხოვა. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ დღევანდელი ჩვენებით საქმის გარემოებები არსებითად შეიცვალა და შესაძლოა ირაკლი ოქრუაშვილს ქრთამის აღების ბრალდება მოეხსნას. დღევანდელ სასამართლოს ხტომაზე ფაქტიურად ბრალდება გაბათილდა მთლიანად. ერთი ბატონმა ქიტოშვილმა გააკეთა ჩვენება, რომლის მიხედვითაც მან დაადასტურა, რომ ზეწოლა იყო, დაასახელა კონკრეტული ადამიანები და გვარები, რომლებიც ახდენდნენ ზეწოლას და უარყო ირაკლი ოქრუაშვილის მონაწილეობა. მეორე, პროცესზე გამოაჩნდა, რომ ვითომდა დაზარალებულ სვანიძეს არავითარი შეხება საქმესთან არ აქვს, იმიტომ რომ არანაირი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სვანიძის მიერ წილების ფლობას საქმეში არ არის. შევაფასებთ დღევანდელ პროცესს და მე მივიღეთ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა და უსწრებლად აქვს შეფარდებული. გააუქმებს თუ არა სააპელაციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას 10 იანვარს გახდება ცნობილი.